აღმოსავლეთში რთული ვითარება ნარჩუნდება ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ირანზე იერიშები გრძელდება. ავიაგამანადგურებლებითა და სხვადასხვა ტიპის ბომბდამშენებით იბომბება სამხედრო ინფრასტრუქტურა. ამერიკული მხარე 20-მდე ირანული სამხედრო გემის ჩაძირვის შესახებ იტყობინება, მათ შორისაა გამთენიისას შრი-ლანკასთან ჩაძირული ფრეგატიც. საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ირანიც. ადგილობრივი მედიის ცნობით ისლამური რესპუბლიკის ძალებმა კატარში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიიტანეს იერიში. ირანული დრონების სამიზნე გახდა დუბაიში მდებარე შტატების საკონსულოც. ისევ დაბლოკილია ჰორმუზის სრუტე. ოფიციალური თეირანის სრუტის გადაკვეთის მსვლელობის შემთხვევაში ტანკერების დაბომბვით იმუქრება. პარალელურად ირანი აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვას გლოვობს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო უზენაესი ლიდერის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონია გადაიდო. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების დეტალებით მოამბის საერთაშორისო ამბობის მიმომხილველი გივი ბარამიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. გივი, როგორია ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან? შეერთებული შტატები ისრაელს და ირანს შორის მიმდინარე ომი სულ უფრო დიდ მასშტაბებს იღებს. თითქმის განუწყვეტლივ იბომბება ირანის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები დედაქალაქ თეირანში და სხვა ქალაქებში. საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აიათოლა ალი ხამენეიშვილი მოჯტაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად აირჩიეს. გადაწყვეტილება მაღალი რანგის 88 სასულიერო პირისგან შემდგარმა საბჭომ მიიღო. შეერთებული შტატების და ისრაელის მონაცემებით ირანის მასშტაბით განადგურებულია 2000-ზე მეტი სამიზნე ობიექტი. ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ იერიში მიიტანეს გასამხედროებულ დაჯგუფების ბასიჯის შტაბინაზე, ასევე რაკეტის გამშვებ სისტემებსა და დანადგარებზე და მომარაგების სამმართველოზე. შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანში სულ მცირე 1097 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის 191 ბავშვია. ასევე დაშავებულია 5400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 100-მდე ბავშვი. დღესვე ირანის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ პირველი საჰაერო ბრძოლა გაიმართა ისრაელის და ირანის სამხედრო თვითმფრინავების მონაწილეობით და ისრაელი ამტკიცებს, რომ წარმატებით ჩამოაგდო ირანული საფრენი აპარატი. თუმცა ირანის მედია წერს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში თავდაცვის სისტემამ ავიაგამონადგურებელი ჩამოაგდო. საჰაერო ბრძოლებთან ერთად დაპირისპირება გრძელდება ზღვაშიც. შეერთებულ შტატებში ამტკიცებენ, რომ უკვე 20 ირანული ხომალდი გაანადგურეს. დღეს პენტაგონში თქვენს, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ტორპედოთი დაარტყა ინდოეთის ოკეანეში მცურავ ირანულ ფრეგატს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წყალქვეშა ტორპედოს გამოყენების პირველი შემთხვევა იყო. ეს შემთხვევა შრი-ლანკის სანაპიროსთან მოხდა, რომლის დროსაც ირანულ ხომალდზე სავარაუდოდ 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ისრაელი დამოუკიდებლად სამხედრო ოპერაციას აგრძელებს ლიბანში შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლას წინააღმდეგ. ისრაელის სახმელეთო ჯარები ლიბანის ტერიტორიაზე საზღვრიდან 6 კილომეტრში არიან შესული. პენტაგონში აცხადებენ, რომ მოქმედებას მხოლოდ ახლა იწყებენ და ირანის ცაზე სრული კონტროლის მოპოვების შემდეგ დაიწყებენ 500, 1000 და 2000 ფუნტიანი ბომბების ჩამოყრას. პრეზიდენტმა ტრამპმა როგორც თქვა, ჩვენ დავხარჯავთ იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა, რათა მივაღწიოთ წარმატებას. მხოლოდ 4 დღე გავიდა და შედეგები უკვე წარმოუდგენლად ისტორიულია. რეალურად მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია ამის მეთაურობა, მაგრამ როდესაც ამას ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუმატებ გამანადგურებელ შესაძლებლობებს, ეს კომბინაცია ნიშნავს რადიკალი ისლამისტი ირანელი მტრების სრულ განადგურებას. მათი აღსასრულია და მათ ეს იციან, ან მალე გაიგებენ. ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ მათი შესაძლებლობების დევნა და დაშლა, დემორალიზება, განადგურება და დამარცხება. უახლოეს დღეებში ან კვირაში ორი ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო საჰაერო ძალა სრულ კონტროლს მოიპოვებს ირანულ ცაზე. ეს არასდროს ნიშნავდა სამართლიან ბრძოლას. ეს უსამართლო ბრძოლაა. ჩვენ წაქცეულს ვურტყამთ და აქამდეც ზუსტად ასე უნდა ყოფილიყო. ირანის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პარალელურად ირანის საპასუხო ზომებს იღებს და ძირითადად ბალისტიკურ რაკეტებს და დრონებს უშვებს მოწინააღმდეგი სამიზნეებისკენ. ირანი რაკეტებს და დრონებს უშვებს ისრაელის მიმართულებით, რის გამოც ქვეყანაში პერიოდულად განგაშის სიგნალები ისმის. ირანულმა რაკეტებმა ისრაელის გარკვეულ ადგილებში მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ირანთან ერთად ისრაელზე კოორდინირებულ თავდასხმას ცდილობს ჰეზბოლა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანელმა სამხედროებმა ინდოეთის ოკეანეში შეერთებული შტატების სამხედრო გემი დაბომბეს. ირანის გავრცელებული ცნობით სამხედრო გემი საწვავით იტვირთებოდა ამერიკული ტანკერიდან, რომელიც ირანის სანაპიროდან 650 კილომეტრში იმყოფებოდა. თავდასხმები გრძელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებზეც. ამერიკული მედიის თანახმად ერაყსა და საუდის არაბეთში ბოლო 2 დღის განმავლობაში შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს ობიექტებს დრონები დაესხნენ თავს. დუბაიში შეერთებული შტატების საკონსულოზე დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატარში მდებარე ამერიკულ საჰაერო ბაზას ირანული რაკეტა დაეცა. პარალელურად დღეს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ირანული რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიფრინავდა. საომარი მოქმედებების ფონზე ირანში აცხადებენ, რომ ტრამპმა უღალატა დიპლომატიას და ამერიკელებს, რომლებმაც ის აირჩიეს. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ბევრი მატყუარა ინფორმაცია მოვისმინეთ, მაგრამ ახლა დროა ვიბრძოლოთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი, რაც ჩვენს ყურადღებას გადაგვატანინებს ან შეცდომაში შეგვიყვანს, უარყოფილი იქნება. მოტყუება ყოველთვის ჩვენი მტრის მოქმედების წესის ნაწილი იყო. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ფიცი დადეს და ირანელმა ხალხმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გასცემდა ამ ომში გამარჯვებისთვის. ირანის ომმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გლობალურ ვაჭრობას. ირანი ერწმუნება, რომ ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე. სოფლიოში ნავთობის მთლიანი მოხმარების დაახლოებით მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტეზე გადის. გასულ წელს სრუტეში ყოველდღიურად საშუალოდ 20 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი, კონდენსატი და საწვავი გადიოდა. დღეს სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაანადგურებს. ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს ჩინეთი ეწინააღმდეგება. პეკინში აცხადებენ, რომ ძალის გამოყენება ვერ გადაჭრის პრობლემებს. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერო სააგენტო ქურთების შეიარაღებაზე მუშაობს, რათა ირანში სახალხო ამბოხის პროვოცირება მოახდინოს. გავრცელებული ინფორმაციით დონალდ ტრამპი აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ირანულ ოპოზიციურ ჯგუფებთან და ქურთ ლიდერებთან ერაყში, რათა მათ სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს. მადლობა გივი ბარამიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.